იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობს 100-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სამინისტრო აკეთებს იმას, რომ გონივრული მისადაგების პრინციპი გამოიყენოს ამ პირების მიმართ და ისინი აქტიურად ჩართოს სამინისტროს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოხსენება, რომელიც გაკეთდა წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ვფიქრობ, იყო სტუდენტებისათვის საინტერესო, დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა შეკითხვები და ამით საფუძველი ჩაეყარა იმას, რომ ჩვენი თანამშრომლობა, აქტიური თანამშრომლობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გაგრძელდება. უნივერსიტეტმა უმპასპისდა იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ბატონი მერაბ ტურავა. უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა საჯარო ლექცია, რომელზეც განხილული იქნა სამინისტროს როლი აღნიშნული მმართველობებით, ასევე ის ღონისძიებები და ის პროგრამები, რომლებიც ტარდება და არსებობს. საჯარო ლექციაზე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საკანონმდებლობაზე, გონივრული მისადაგების პრინციპი, უნივერსალური დიზაინი, ასევე შევეხეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეტიკეტს.